როდესაც შოვის ტრაგედია მოხდა და ამგენის უზნეობით ფეხებზე მკიდე ადამიანების სიცოცხლით არადა ათეულობით ადამიანის გადარჩენა შეიძლებოდა რომ ყოფილიყენ მობილიზებული რომ ქვეყანას და ხელისუფლებას ადამიანები ადარდებდნენ იქ ათეულობით ადამიანების გადარჩენა შეიძლებოდა შემდეგ მოხდა ბაღდათის ტრაგედია და ტრაგედიიდან მეორე დღეს იმის მაგივრად რომ იქ ყოფილიყვენ მათზე ეზრუნათ მეორე დღეს დაამტკიცენ ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრად და სირცხვილი და მაგალ ძალიან დიდი შეცდომა იყო ოპოზიციური პარტიების იმის მაგივრად ჩასულიყვენ ბაღდათის ტრაგედიის მომხდარ ადგილას და იქ ყოფილიყვენ დაჯდნენ პარლამენტში და გააправებიან დამტკიცება რომ დემოკრატიულად მოხდა დებატებით კობახიძის დამტკიცება ეს იყო უდიდესი შეცდომა ჩემი აზრით პოლიტიკოსების და მაშინ თქვი რომ კობახიძის ხელისუფლებას ტრაგედია დაამთავრებს რამე თუ ამ ტრაგედიაზე მოვიდა იმდენად სულწასულია გასვენებაც არაცალა ადამიანებს ისე დაიმტკიცა თავისთავი რა იმდენად უზნეო სულწასული იმდენად არა ადამიანია იმდენად კიდია ფეხებზე ყველა ადამიანის სიცოცხლე და ამის შემდეგ როცა ასეთ ფონზე მოვიდა მის მერე ათობით ტრაგედიებია მომხდარი ათობით ტრაგედიები ყველა შეიტყაფულენ არც ეძე არაფერნაირ პასუხი არ აგენ ერთი მინისტრიც ერთი გამგებელიც არ გადაუყენებიათ ყველა შეიტყაფულენ მე არ ვიცი ახლა დღეს ეს გურიაში რაც ხდება ეს რაც იმერეთში ხდება ეს რაც სამეგრელოში ხდება ახლა ამ თოვლით და ამ ასე გულგრილობით მიტუებით არ დახმარებით ეს შეიწირავს თუ არა კობახიძეს მე ნამდვილად არ ვიცი მაგრამ მე ვიცი ერთი რამე რომ ეს დაამთავრებს აუცილებლად ტრაგედიები და კარგი იქნება თუ ეს იქნება ახლა ის რაც მის ხელისუფლებას დაამთავრებს თუ ამას შევძლებთ ადამიანები არ ვიქნებით გულგრილები და დავამთავრებიეთ ხელისუფლებას ახლა ამ გულგრილობით ერთი შოუფრენის გაშობა რა გახდა შტაბის შექმნა რა გახდა ერთი ვერტფრენი რომელმაც საჭმელები რო ჩაყაროს ეზუებში რომ მოითხოვონ გამწმენდები თურქეთიდან მოითხოვონ და გადმოიყვანონ აზერბაიჯანიდან ყოველი წუთს ხო მნიშვნელობა ყოველ წამს ხო მნიშვნელობა კი ხო ბავშვები არიან მოხუცები არიან შოუფრენი რო ჩაყარო არაფერს უარ აკეთებ გულგრილები რო არიან დრონებით იმუშაონ არა გულგრილები კიდო ქულების დაწერას აპირებენ ამიდან კიდო მშრალად გამოძრომას აპირებენ ამიდან და არა და გაზაფხულზე როცა ახლაც არ დაიწყებენ ფიქს ეს თოვლი როდნობას დაიწყებს რა შედეგს მოიტანს რა იქნება იმასაც გამოძრობიან იქიდანაც გამოძრობიან ეს არის ჩვენი ბრალი ადამიანებო ჩვენი ბრალია და თუ ამას არ შევარჩენთ და ერთ მინის მაინც შევაწერიებთ ერთ ნაბიჯს მაინც გადავტყევთ გამარჯვებისკენ იქნება კარგი ახლა თქვენ იცით ტროლებო და ბოტებო შემომიცვიდით და მაგინეთ რომ თურმე ადამიანების სიცოცხლეს როგორ ვიყენებ პოლიტიკურად რა შემოცვიდით და მიდი აბა თქვენ იცით